დღემდე არ იძებნება არც ერთი თემა, არც ერთი საკითხი, არც ერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდვისავლისთვის იყო გამოყენებული. ასე უპასუხა მან კითხვას ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვედრაზე. მართლა ასეა? ამ გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე გამოვაქვეყნეთ გამოძიება, რომლითაც დავსვით კითხვა, როგორ ახერხებს საქართველო ადგილზე აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს იმაზე მეტი ნავთობპროდუქტი, ვიდრე ნედლეული აქვს. ისიც მოგიყევით, როგორ მუშაობს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მაშინ კითხვებზე არც ქარხნის ხელმძღვანელობამ გვიპასუხა და არც შემოსავლების სამსახურმა, არადა საკითხის პირისპირ, დეტალურად განხილვაც კი ვთხოვეთ. ჯერ კიდევ 2024 წელს აიფაქტის გამოძიებამ გამოაშკარავა სქემები, რომლითაც რუსი ავტოდილერები მდიდრდებოდნენ, კანონს გვერდს უბლიდნენ და რუსეთის ბაზარს სანქცირებული ავტომობილებით ამარაგებდნენ. არალეგალურად რომ გადაკაქვთ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული ტვირთი, ხომ იცით რომ კანონდარღვევაა. ვამხილეთ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ორმაგი დანიშნულების ნივთების გატანის ფაქტებიც და ამაში მონაწილე კომპანიებიც. მოგიყევით, როგორ შედის სანქცირებული ტრაილერები და მძიმე ტექნიკა ოკუპანტ ქვეყანაში. ისიც მოგიყევით, როგორ საღდებოდა რუსული არყისხის ფანერა ევროპულ ბაზარზე ქართული ეტიკეტის დახმარებით. განახეთ, რა გზას გადის სანქცირებული რუსული ნავთობი საქართველოდან ევროპამდე. საგამოძიებო სტატიით და ფილმით გაჩვენეთ, როგორ მასპინძლობდნენ ყულევის პორტში საეჭვო წარმომავლობის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს. ამიტომ ბოჭორიშვილის განცხადება თითქოს დღემდე არც ერთი შემთხვევა არ იძებნება, ფაქტებს არ შეესაბამება. თქვენ კი ჩვენი გამოძიებები iFact.gz-ზე შეგიძლიათ წაიკითხოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ.